არის. Იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 17 საუკეთესო პროექტს დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის და ჩართულობის გაზრდა. საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვის, გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის და სამართლებრივი უსაფრთხოების გამტკიცების მიმართულებებით 20 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში ჯამში 62 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო. უკვე გავაფორმეთ 17 გამარჯვებულ პროექტთან საგრანტო ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან დაიწყება 17-ვე პროექტის განხორციელება. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული პროექტი არის მართლაც გამორჩეული და შეეხება სამინისტროს სისტემის მასშტაბით შესაბამის მიმართულებებს, არის როგორც ინოვაციური პროექტები, ისე პროექტები, რომელიც არის ორიენტირებული სამართლებრივი უსაფრთხოების გამტკიცებაზე და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე. საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი არის ბავშვზე მორგებული ეფექტური სანოტარო მომსახურება, რომლის ძირითადი მიზანიც არის ბავშვის უფლებების რეალიზაცია, მათი უფლებების უფრო მეტად დაცვა, გამყარება და ამ მიზნით შეიქმნება ნოტარიუსებისათვის სახელმძღვანელო, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება ერთიანი სანოტარო პრაქტიკა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო